ვერ გაგიგი არა გინდა, მილიონი დაუსრულებელი პროექტი გაქვს და არც ერთი ბოლომდე არ მოგწონს. ამ ვიდეოში მოგიყვებით ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდს თუ როგორ გავიგოთ რა გვინდა. ბოლო 10 წელია ხან რას ვაკეთებ, ხან რა პროექტი მაქვს, დავხტუნავ აქეთ-იქით და სულ მქონდა ეს პრობლემა, რომ აი რაღაცა არც ერთი არ მომწონდა ბოლომდე. იმისთვის რომ გავიგოთ რა გვინდა, უნდა გავიგოთ ვინ ვართ ჩვენ. და იმისთვის რომ გავიგოთ ვინ ვართ ჩვენ, უნდა საკუთარ თავს მოვუსმინოთ. და ამისთვის ძალიან აუცილებელია რომ საკუთარ თავთან დავრჩეთ მარტო. ეხლა შეიძლება მითხრა რომ აი თაკო სულ საკუთარ თავთან მარტო ვარ და რატო არ ვიცი რა მინდა. მაგრამ არ ხარ საკუთარ თავთან მარტო. Matter of fact, არც ახლა არ ხარ საკუთარ თავთან მარტო, ჩემთან ერთად ხარ, მე მისმენ. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა ნიშნავს მართლა მარტო დარჩენას. ანუ არანაირი ინფუტი twin-ში არ უნდა შედიოდეს. კვირაში 3-ჯერ მაინც გადის ასეირნოდ და არ მოусმინო არაფერს, არც პოდკასტს, არც მუსიკას, არაფერს საერთოდ. აი მეც აი კვირაში 3-ჯერ კი არა, კვირაში 5-ჯერ მაინც სასეირნო თუ არ გავედი მარტომ, შეიძლება არ ვიცი, ანუ ვეღარ ფუნქციონირებ ხოლმე ადეკვატურად და რას ვაკეთებ? გავდივარ, არაფერს არ უსმენ და ველაპარაკები საკუთარ თავს. ხმამაღლა. არ ვიცი, შეიძლება ვიღაცას ცოტა გიჟი ვგონი ვარ, მაგრამ არა უშავს. როდესაც საკუთარ თავს ესე ელაპარაკები და მარტო რჩები მასთან, ფაქტობრივად პირველი პირიდან შეძლებ იმის მოსმენას თუ რა გინდა. უბრალოდ ეს ინფორმაცია თუ რა გინდა, დაფარული არის აი ამ ნაგავი ინფორმაციის ქვეშ, 1000 რაღაცა, რაც შენს twin-ში დღეების განმავლობაში აი ეს რაღაცა შევიდა და გამოიტანა შენი twin-ი ამაზე. ეს ამის გამო უნდა გათავისუფლდეს, ესენი უნდა ამოიწუროს და შემდეგ უკვე სადღაც ღრმად დამარხულ განციპოვი და ეს განძი არის ის ინფორმაცია თუ რეალურად რა გინდა. შენ თუ ცდილობ რომ რაღაცებს უყურო, ვიღაცებს შეხედო და აქედან გამოიტანო დასკვნა იმასთან დაკავშირებით თუ რა გინდა, ვერანაირად ვერ მიიღებს სწორ პასუხს, იმიტომ რომ ყველანი ვართ ძალიან ინდივიდუალურები. ყველას გვაქვს ჩვენი ინტერესები, ყველას სხვადასხვა რაღაცებში ვართ კარგი. და აი ზუსტად ეგ არის მუღამი, რომ იპოვო თანაკვეთა ამ ორ რაღაცას შორის. აი სულ ორი ცვლადი არის. უნდა მოგწონდეს რაღაცა და ასე თუ ისე უნდა გამოგდიოდეს. მორჩა. ხო და რა ვიცი, წადი ახლა, გაისეირნე, გაზაფხულია თან რაღაც კაი ამინდებია. მეტი ვიდეო აღარ ნახო, აღარ ჩასკროლო. და როდესაც ამ ტექნიკის შედეგებს ნახავ, აუცილებლად მოუბრუნდი ამ ვიდეოს და გამაგებინე. რამდენად სწრაფ შედეგს ნახავ, მე პირადად რა ვიცი. 2-3 კვირაში უკვე მქონდა შედეგი.